დღეს 1 აპრილია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სოფლიოში აღინიშნება ტყუილის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, რუბრიკის თემაც ლოგიკურად მოვიფიქრეთ. დღეს ვისაუბრებთ სიცრუის თეორიაზე. როგორც კვლევები გვეუბნება, ადამიანი დღეში საშუალოდ მინიმუმ 3-ჯერ იტყუება. თუმცა, სხვა კვლევებს თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. რონალდ რეიგანი ფიქრობდა, რომ ტყუილი არსებობს 3 კატეგორიის. პირველი არის უბრალო უმოწყალო, რომელსაც ჯონი მისაუბრა. მეორე ტყუილი არის მკაცრი ტყუილი და მას უფრო უწოდებენ წყეულ ტყუილს და მესამე ეს უკვე გახლავთ სტატისტიკა. ასე რომ ჩვენ დღეს ვაპირებთ საუბარს იმაზე თუ რატომ უნდათ ადამიანებს რომ მოიტყუონ, რას გრძნობენ ამ დროს და რაც თავარია როგორ შევიარაღდეთ და როგორ გავარკვიოთ ტყუილს გვეუბნება ადამიანი თუ სიმართლეს გვეუბნება. თემაზე უფრო ვცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარმოგიდგენთ სიცრუის თეორიის ავტორს ლაშა პატარაიას. ლაშა, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. კიდევ ერთხელ ჩვენ სხეულის ენაზე ვისაუბრეთ მახსოვს და შევთანხმდით რომ ვისაუბრებდით ტყუილის თეორიაზეც, სიცრუის თეორიაზეც. მოდით ვიდრე დავიწყებდეთ საუბარს იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ ტყუილი, რატომ იტყუებიან ადამიანები? პირველი გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ რატომ გვინდება, რომ სიმართლე დავმალოთ და რაღაცა შეფარული თეორიები გავუშვათ ჩვენი ადრესატისკენ. კეთილი, ბევრი ახალი კატეგორიის ტყუილი გაჩნდა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ეპოქაში. როგორ თქვა, სოციალური მედია ამის ძალიან გაფიო მაგალითი არის და ტყუილი შეიძლება ითქვას, რომ გახდა გადამდები. ანუ როდესაც ჩვენ ყოველდღიურობაში მედიიდან დაწყებული ქუჩით, სამსახურით და სოციმედიით დამთავრებული ყველგან ვაწყდებით ტყუილს, რაღაცნაირად ეს ჩვენზეც მოქმედებს და იცვლება ჩვენი პერსეფცია, ჩვენ როგორ აღვიქვამთ გარემოს და საკუთარ თავს. ანუ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ ტყუილს? ვეჭვებით ამას ნიშნავს? მოდი ისიც ვთქვათ, რომ ტყუილი არსებობს ცუდი და კარგი, სწორედ აღინიშნა დასაწყისში და ეს კარგი ტყუილები ძალიან ხშირად გვხდება, ხო? მაგალითად, ქალაქის პირობებში, როდესაც კაცობები ძალიან მეც მოგატყუეთ დღეს მოვდიოდი, დიდი პრობლემა არის, ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც ელემენტარულ ოფის სიტუაციებში ვიტყუებით, ხო, რაღაც ეკითხებიან მაგალითად თქვენ დღეს როგორც მოხდა სათხარ ახლოს ხარ როგორ არის გამბავი შევა ქალაქის ბოლოში ვიყო მაგრამ მაინც თქვა რომ აი 10 წუთში ახლოს ვარ ხო არის პროფესიული ტყუილები ხო როგორიც არიან ადვოკატები იურისტები ასევე ბავშვთა პედიატრები ექიმები ანუ ბევრი რამ ისედაც მოითხოვს ბუნებრივ კეთილ ტყუილს მაგრამ აი სოციმედიაში კიდევ უფრო რთულად არის საქმე იმიტომ რომ ნახეთ ხშირად საუბრობთ ხოლმე ტყუილზე ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობებში და აი ამ კომპონენტს ტოვებთ მაშინ როდესაც ჩვენი ყოველდღიურობის ძალიან დიდი ნაწილი გამსაზღვრელი გახდა სწორედ ინტერნეტ სივრცე და სოციმედია. აქ რა პერსეფციასაც ჩვენ ვქმნით ჩვენი საკუთარი თავის შესახებ. ეს არის არა მარტო უბრალოდ ტყუილი, არამედ გადამდები ტყუილი. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვაწყდებით რაღაც წარმატების кейსებს ან ფოტოებს სხვადასხვა ადგილებიდან, ლოკაციიდან, ხშირად ესეც ნაკარნახებია იმით რომ ვიღაცამ თავის დროზე გაავრცელა ეს კონტენტი, მე ვიღაცამ უყურა, ისიც ასე თქვათ იგივე ტენდენციაში ჩაერთო და მანაც იგივე გაიმეორა. არის ადგილები, სადაც მაგალითად ამ პერსეფციის შესაქმნად სპეციალურად დადიან, ხო? ყოველდღიურობაში ეს ტყუილი შეიძლება ესე არ მოგოჩვენოს ნეგატიურად, მაგრამ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანების სტრესზე და ჩვეულებრივ ჩვენს ყოფაზე, იმიტომ რომ როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი უყურებს სოციმედია კონტენტს და ნახულობს რომ ყველა წარმატებული, იმიტომ ჩვენ რო ფოტოს ვდებთ, როგორც წესი ვარჩიოთ, ხო ამ ფოტოებს, ეს არ არის ჩვენი აუთენტური ბუნებრივი მე. შესაბამისად, უყურებს ხელოვნურ კონტენტს, უყურებს ადგილებს, სადაც როგორც წესი ყოველდღიურობა არ არის მათი ვინც ამ ფოტოებს დებს, ფილტრებს და არც ისე გამოიყურებიან ადამიანები, როგორც სოციმედიაში დებენ, ხო? ესეც ახდენს ადამიანებზე გავლენას და მე უკვე ისინიც იმეორებენ ამ ქცევას და ეს მრავლდება და უსასრულო დიდ ტყუილად იქცევა ხოლმე. ანუ ის ბაბრი, რომელშიც ჩვენ ვართ, უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ბოლომდე არის ხელოვნური პერსეფცია. კი ბატონო. ლაშა, თქვენ უკვე წლებია ადამიანებს ასწავლით, როგორ უნდა ამოიცნონ სიმართლე და სიცრუე, ხო? მოდით ჩვენც რაღაცა ერთგვარი მასტერკლასივით ჩაგვიტარეთ, როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა. მე ვიცი რომ ბევრი მიმართულებაა, მაგრამ აი რაზეც შეგვიძლია საუბარი. ნახეთ, ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ და გავიმეორეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. ტყუილის ამოცნობა იწყება თქვენი დევიაციიდან, თქვენი გადახრიდან ბუნებრივი მდგომარეობის. ანუ თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც იქცევით არასტრესულ გარემოში, როცა არ გაქვთ მიზეზი, რომ მოიტყუოთ ან რაიმე გააზვიადოთ, ეს არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, თქვენი ბეიზლაინი. როგორც კი ჩვენს კომუნიკაციაში
გადაუხვევთ ამ ბუნებრივ მდგომარეობას, უკვე ჩემთვის ინდიკატორია, რომ იტყუებით, მაგრამ თუ არ ვიცნობ ადამიანს და მისი ბუნებრივი მდგომარეობა არ ვიცი? კარგი მომენტია. ნახეთ, როცა ჩვენ არ გვაქვს საშუალება ადამიანები გავიცნოთ, გქონდეს მათთან რაღაც საერთო წარსული და ძალიან ცოტა დრო გვაქვს, არსებობს საკონტროლო კითხვები, როგორ ვიიგებთ ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას. არსებობს მაგალითად როგორც baseline, ასევე ემოციური baseline. ემოციური baseline არის უცებ სწრაფად, როცა მინდა გავიგო, როგორ გამოიყურებით, როცა ხართ პირობითად გაღიზიანებული, როცა ხართ ბედნიერი ამაყი, ხო? აი მაგალითად ნებისმიერ მშობელს როცა ეკითხებით საკუთარ შულზე, თქვენ ხედავთ ემოციურ baseline-ს, როცა ადამიანი არის ბედნიერი და ამაყი, როგორც წესი, ესეა ხოლმე გამონაკლისის შემთხვევების გარდა. საკონტროლო კითხვები გვაძლევს საშუალებას ადამიანის ბუნებრივი ემოციები დავინახოთ და უკვე ამას ვიღებთ საფრთხონეთ, ეს არის ჩვენი სწორების ხაზი და აქედან გადახვევა არის ჩვენთვის ინდიკატორი, რომ რაღაც ხდება. ყველა გადახვევა არ ნიშნავს იმას, რომ ცალსახად ტყუილი არის. შეიძლება ეს იყოს გაღიზიანება, შეიძლება ეს იყოს ბრაზი, შეიძლება ეს იყოს სტრესი და შეიძლება ეს იყოს უბრალოდ აღგზნებაც. ანუ მაგალითად პოლიგრაფშიც ყოფილა ეგეთი кейსები, რომ არასწორად გამოუტანიათ დასკვნა პოლიგრაფისტებს სასამართლო პროცესში, მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალური აღგზნება აჩვენა პოლიგრაფმა როგორც ტყუილი. ანუ ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს და გასცემს სიგნალებს იმის და მიხედვით, როგორ გზნობთ თავს. და ემოციურად ტყუილი ბავშვობიდან მიჩვეული ვართ, რომ არის ცუდი. და ამას ვემიჯნებით. მაგალითად, აი ეს ჟესტი, ოდესაც თვალებს ეხებიან, ან ესეთ რაღაცას აკეთებენ, ხო? საიდან მოდის, რომ ცხვირიც ხო? ცხვირიც, მაგრამ აი პირველში თვალები, იმიტომ რომ ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობაში, ოდესაც ჩვენ პირველად გვეუბნებიან, რომ ტყუილი ცუდია, არ მოიტყუო, ხო? და ამას მაინც ვაკეთებთ. ამას ბევრი кейსი გვაქვს ტრენინგებზეც. ბავშვების ფოტოები რო ნახოთ, ისინი პირდაპირ აი ბუკვალურად ხელებით იფარავენ თვალებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ვიზრდებით და იხვეწება ჩვენი ტყუილის შენიღბვის ფორმები და მე ხდება ესეთი მარტივი რაღაცები. ანუ თვალების ბლოკირება, როდის ადამიანი თვალებს ეხება, არის ტყუილის ინდიკატორი. და ამის გამომდინარე, რომ ჩვენთვის ტყუილი არის ნეგატიური, შინაგანად ესე არის აღქმული და ამას ვემიჯნებით ხოლმე. და როცა ვემიჯნებით, აი აქ იწვება ზუსტად ჩვენი, ასე თქვათ, ყველა ტყუილი და ყველა, ასე თქვათ, ფარული ზრახვა. თვალებს როცა ვეხებით, კიდევ მნიშვნელოვანია ყველაფერს თავის კონფიგურაცია აქვს. მაგალითად, ესე შეხება და ესე შეხება განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ სრული ხელით შეხება სხვა რაღაცას ნიშნავს. აი მაგალითად, შუათითით შეხება თვალზე, იგივე არის, რაც შუათითის ჩვენება. არის რამოდენიმე ინტერვიუ, ერთ-ერთი ცნობილი ინტერვიუ არის კახარიას როცა ეკითხებიან რუსულ ბიზნესთან დაკავშირებით ცნობილი кейსი არის ტრენინგებიდან წამოვიდა ასე თქვათ ამაზე საუბრები და როცა ამას აკეთებს ის ცალსახანშანია ბევრ პოლიტიკოს ობამას კადრები არის ძალიან ბევრი ამასთან დაკავშირებით ბუშის და აგერ თქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სხეულის ჟესტი არის, რომელიც მენიშნავს. თუმცა შეიძლება ეს იყოს ჩვევაში და საერთოდ არ ნიშნავდეს რაღაცა ესეც ხომ არის. მაგრამ ნახეთ, როგორც წესი ეს სხეულის ენის თელი კატალოგი რო ავიღოთ, იყოფა რაღაცები, რაც შეიძლება მოვაკუთვნოთ ჩვევას, როგორც წესი ხდება ხოლმე როგორც ბუნებრივი მდგომარეობა, ან თუნდაც კომპულსური რაღაც ახერხება, წიკებს რო ეძახით, ხო, მაგალითად ეს მიეკუთვნება კატეგორიას, რომელიც შეიძლება იყოს თავიდან ბოლომდე ბუნებრივი მდგომარეობა. ან მაგალითად ფეხის კანკალი ან მსგავსი რაღაცები, ხო? არის ჟესტები, რომლებიც ნაკლებად ხდება როგორც ბუნებრივი მდგომარეობა და ესეც ერთ-ერთია. ან თვალების ბლოკირება და თვალებს რაც ეხება, ძალიან ხშირად გვეუბნება ადამიანი ტყუის თუ როგორ გზნობს თავს და არის თუ არა აუთენტური ჩვენთან საუბარში. კი ბატონო. ტყუილის კლასიფიკაციაზე დავიწყეთ საუბარი და თითქოს ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ამ მიმართულებითაც რომ წავიდეთ. ანუ არის, როდესაც ადამიანს განზრახული აქვს, რომ მოიტყუოს, კონკრეტულად უნდა რომ აი მოგატყუოს და არის რომ აი რაღაცა გამოდის შემთხვევით, ხო? რაღაცა ეს ტყუილი არის კეთილ ტყუილს რო ეძახიან, თუმცა მაგრამ ტყუილი მაინც ტყუილია, ხო? ასე აი იგივე აი დღეს რა კარგად გამოიყურები და შეიძლება საერთოდ არ გამოიყურებოდეს კარგად, ხო? ასეთი ტყუილი ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, მაგრამ რა არის ყველაზე ხშირი ტყუილები? სად ვატყუებენ ყველაზე მეც? პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ვიწყებთ ჩვენ დაშლას ხოლმე კომუნიკაციის ჯერ ეთნოფსიქოლოგით, ანუ სხვადასხვა ეთნოში, სხვადასხვა კულტურულ გარემოებებში ესენი მერყეობს ეს მონაცემები, ხო? დედა კატეგორია შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი არსებობს კეთილი და ბოროტი ტყუილები. ამის ქვემოთ რო ჩავდივართ, არის უარყოფა, დამალვა, ფაბრიკაცია, ასევე ვეძახით რესტრუქტურიზაციას, რომელიც არის გადაწყობა ფაქტების, ანუ არაპირდაპირი ტყუილი, მაგალითად მედიას ეხება ეს ყველაზე ხშირად, როდესაც კონტექსტიდან ხდება რაღაცების გადალაგება, იგივე შეიძლება საუბარშიც. ტყუილი არც იყოს, მაგრამ იმდენად ამოჭრილია კონტექსტიდან, რომ უკვე გამოდის სხვა რაღაც. ჩვენთვის მაინც ტყუილია, იმიტომ რომ თუ ეს არ არის ის ბუნებრივი ორგანული, რასაც ადამიანი
განიზრახავს როცა ამბობს, ხო, მაშინ ეს უკვე იცვლება და სახეცვლილია. ასევე არის გაზვიადება და მინიმალიზაცია. მინიმალიზაცია მაგალითად, როდესაც რაღაცა იცებ გაიგებთ ხუთბალიანი მიწისძვრის ხმას, რაღაცები იმტრევა და ბავშვი გამორბის ოთახიდან გეუბნებათ, რომ არაფერი ისეთი რაღაცას თამაშობდი. ხო, ესეთი რაღაცები. გაზვიადებაც ხშირია და ეს ყველაფერი კიდევ იცვლება გენდერის მიხედვით. მაგალითად, მამაკაცის წყვილის мотиваცია სხვა არის და ქალის სხვა. შესაბამისად, კაცებს უფრო გვახასიათებს გამაზვიადებელი ტყუილი, როდესაც ჩვენ შედეგებს ვაათმაგებთ და ვაასმაგებთ ხოლმე, რომ ჩვენი მთავარი დრაივერი ამ ტყუილში არის ჩვენი ალფა საწყისი, ჩვენია ეს მე, ჩვენი ეგო და ამიტომ ჩვენი ტყუილი უფრო გაზვიადების კატეგორიებში ჩდება, სტატისტიკურად უფრო მეტად, ვიდრე ქალების შემთხვევაში. კი ბატონო. ლაშა, ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან, ხომ? ეს ბავშვობის ტრამვები იქნება თუ პირიქით ძალიან კარგი ბავშვობა აისახება ხოლმე ჩვენს დასრულობაზე. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აი თუ ბავშვი, ვთქვათ, მკაცრად ბჭყალებში არის გაზრდილი, მას უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტყუილისკენ. ხო, ძალიან კარგია. ჩვენ ვასწავლით ამით ტყუილებს, იმიტომ რომ როდესაც მათ ხშირად უწესებთ კონტროლს და ეს ეხება არ მარტო ბავშვებს, ასევე ურთიერთობებსაც და მათ შორის სამსახურსაც, ანუ როცა გუნდს მართავ, ხო? რაც უფრო მეტი არის კონტროლი, მით მეტად აღვივებ მიდრეკილებას, რომ ადამიანმა რაღაც შენგან ფარულად გააკეთოს. მაგრამ ბავშვობიდან ჩვენ უფრო მეტი ტყუილის მსხვერპლი ვართ თავად. ეს არის სკოლა, საზოგადოება, ის დოგმები, სტერეოტიპები, რითაც გვყვებავენ და როცა ვიზრდებით, მე ეს რჩება პირდაპირ ტრავმად არა, მაგრამ ისეთი ტიპის აღქმა გვიყალიბდება, რომელიც გვაცილებს ჩვენ ბუნებრივ ტრაექტორიას. მაგალითად, აი როცა ვლაპარაკობთ ხოლმე ანტრეპრენერებთან, ასე ვთქვათ, ბიზნეს პერსონებთან და ლაპარაკია ეკონომიკაზე, ბიზნესზე, ხშირად მე ამბობ ხოლმე ამ არგუმენტს, რომ ჩვენი წარუმატებლობის ეკონომიკური როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბავშვობაში ჩანერგილი ტყუილებია. მაგალითად, ისეთი ფრაზები, როგორიც არის ფული ხელის ჭუჭყია. ხო, ანუ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივება თავიდან ძალიან დიდ გავლენას პოვებს მე დიდ ასაკში, ხო? თუ შენ რაღაცა არ მოგწონს, ბავშვობიდან გაჩვენ, რომ ეს ცუდია, შენ რაღაცნაირად სამყარო აღარ გაძლევს ამას, ხო? აღარც ხალხს და აღარც ინდივიდებს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ ბავშვებთან კომუნიკაციაში იმ თვალსაზრისით პირველ რიგში, რაც თქვი, რომ ზედმეტი კონტროლი ხშირად თვითონ აძლევს ტრაექტორიას ბავშვს, რომ დაიწყოს კონსპირაციულობა და ეს მე ძალიან რთულდება ურთიერთობებშიც და მეორე ის თუ რას ვეუბნებით და ხო არ უყალიბებთ ისეთ წარმოდგენას, რომელიც ჩვენი ეგოსთვის არის, ანუ რატო ვეუბნებით ადამიანს. ტყუილის მიზეზი ხშირად სწორედ ჩვენი ეგო არის. ანუ, როდესაც მოლაპარაკებებზეა საუბარი და ჩვეულებრივ კომუნიკაციაზე, ხშირად გვავიცდება, რომ როცა საუბრობთ, ძალიან ყველა ფერს კონტექსტს მთლიანად ხვდით ჩვენ შესახებ. იგივეა ბავშვთან ურთიერთობაც. ბავშვთან ურთიერთობა არ არის თქვენ შესახებ კომუნიკაცია. ეს არ არის იმის, რომ თქვენი ეგო გამოკებოდა თქვენი შეხედულებები მოთელოთ ვინმესთან. თქვენ ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ და დააკალიბროთ ყველაფერი ის, რასაც ბავშვთან აკომუნიცირებთ. კი ბატონო. დასასრულისკენ ბოლოსში გავდივართ და მაინც რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ რაღაცა უფრო მეტად გულწრფელები ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ ტყუილმა იცის მიჩვევა, იცი ახოლმე, ხო? ასე თქმა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვევაში გადავიდეს და შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო, მაგრამ იტყუებოდეს მაინც ადამიანი. როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს ან სხვებსაც, რომ ვიყოთ უფრო გულწრფელები და საერთოდ მოგჭირდეს ეს ტყუილი? რამდენიმე ფაქტორს ვიტყვეს. პირველი, ვთქვათ ის, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ გაზვიადების გარეშე არის თავიდან ბოლომდე ხელოვნური პერსეფციები შექმნილი აღქმარითიც მოძრაობთ სოციმედიაში, ყოველდღიურობაში, სამსახურში. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ძალიან დიდი დოზით გახდა უკვე ტყუილი. იმდენად დიდი დოზით, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილში ვცხოვრობთ. პერსეფციის სამყაროში. ჩვენი აზრებიც, რასაც საუბრობთ, რასაც ვფიქრობთ, ეს არგუმენტებიც ხშირად ჩვენი არ არის, იმიტომ რომ დღეს საქართველოში და მთელ სოფლიოში საზოგადოება ხდება აქტიური ფსიქოლოგიური ოპერაციების სამიზნე და მედია, სოციმედია, სხვადასხვა კამპანიები ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დაყოფა მოხდეს, პოლარიზაცია, გაღიზიანება, ადულად ჩაბმა რაღაცას, თქვა კონსუმერულ პროცესებში, მარკეტინგი, ყველაფერი მიმართულია თქვენი ყურადღებისკენ და თქვენი მართვისკენ. შესაბამისად, ეს პირველი რომ ვიცოდეთ რა გარემოში გვიწევს ცხოვრება და მოძრაობა, ხო? მეორე როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აუთენტურობა და ბუნებრივობა არ დავკარგოთ ამდენ ტყუილში. ისიც უნდა ვთქვათ და ვიყოთ გულწრფელები, რომ ჩვენი აუთენტურობა არ ნიშნავს გულწრფელობას. ნახეთ, თქვენ, როდესაც მოდიხართ აქ და მიგყავთ გადაცემა, თქვენ ბუნებრივი თქვენ არ ხართ.
ეს არ არის თქვენი ავთენტური მე და არც ჩემი არ არის, როცა მოვდივარ სტუმრად, ხო? რას გულისხმობ? ჩვენი ავთენტური მე არის ბავშვობაში. როგორ საუბრობთ ოჯახში, სამეგობროში, ბავშვობის მეგობრებთან, რა ლექსიკით, რა სტილით, რა ქცევა გვაქვს. ბუნებრივია ეს არ მოგვაქვს სამსახურში და ანალოგიურად თუ თქვენ აქ ყველაზე თქვენთვის მიუღებელ რაღაცას მოისმენთ ნებისმიერი თქვენი სტუმრისგან. ისეთ გამაღიზიანებელს, რაზეც პირად ურთიერთობებში, ქუჩაში, გარეთ თავს არ შეიკავებდით და რაღაცას იმოქმედებდით. ამას ხო არ გააკეთებთ ტელევიზიაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის ტყუილი, ეს არ არის რაღაცა ცუდი საქციელი, რომ ჩვენ განსხვავებული, მოდი ასე ვთქვათ, იმიჯები გვაქვს. ჩვენი ბუნებრივი მე არცადაც არ უნდა წავიღოთ. როცა მიდიხარ შენ სამსახურში ან აკეთებ შენ რაღაც საქმიან შეხვედრებს, ხო? შენ გაქვს შენი პროფესიული მე. და ამიტომ ეს პროფესიული მე უნდა დაიცვა რაღაცეებისგან და გესმოდეს რა ტიპის დანაღმულ ველზე დადიხარ და მოძრაობ ყოველდღიურად. თუ ეს იცი და გაქვს ფხიზელი თვალი და იცი რომ შენი პროფესიული მე არის განსხვავებული შენი რეალური მესგან და როგორ თქვა გაცემული გაქვს თავარ კითხვებზე პასუხი, მაშინ პრობლემა აღარ არის. შეიარაღებული ხარ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ფლაშამ. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს 1 აპრილია მეგობრებო, შესაბამისად ვსაუბრობდით სიცრუის თეორიაზე. ჩვენი სტუმარი კი სიცრუის თეორიის ავტორი ლაშა პატარაია იყო. გემშვიდობებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ლანა და მის სტუმარს, რა თქმა უნდა.